Почему грузины сильны в регби? ლელობურთი ქართული უძველესი სპორტია, რომელიც დღემდე შემორჩენილია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ გურიაში, სოფელ შუხუთში, ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ბურთის გადატანაში საკუთარი სოფლის გარკვეულ ადგილას, კერძოდ უნდა წაიღონ საკუთარ სასაფლაოზე და ერთ-ერთი სოფელი, რომელიც იმძლავრებს საბოლოო ჯამში იტოვებს ამ ბურთს, რომელიც 16 კილოგრამიანია და ტყავისგან არის შეკერილი და ეს არის ერთგვარი დიდი პატივი ამ სოფლისთვის და ეს სპორტი მიიჩნევა რაგბის წინაპრად, ასე ვთქვათ, საქართველოში და ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში რაგბი ესეთი პოპულარულია და ის რომ ჩვენი ხასიათი ერგება რაგბის სპეციფიკაციას გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ ჩვენი წინაპრები ლელობურთს თამაშობდნენ და უკვე გაგვაჩნია გარკვეული გენეტიკური გამოცდილება ამ სფეროში.